ახლა სტუდიაში ყვანან ახალგაზრდები, რომელთაც რა თქმა უნდა პირველ რიგში ეხებათ ეს ყველაფერი, მაგრამ იმისთვის, რომ რამე თუნდაც განათლების სფერო შეიცვალოს, თუნდაც ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ფუნდამენტურად, ზუსტად ამაზე სასაუბროთ. სტუმრები ყავს პოლიტიკური მოძრაობა სართულის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვადო მაჭავარიანი, ასევე პროტესტის აქტიური მონაწილეები ლუკა ხიზაძე, სალომე საზამაშვილი. მოშობილეთ ერთად ნახოთ ვიდეო, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ასახავს 10 დღიანი დაკავებიდან პატიმრობიდან გამოსული საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი წიქარიშვილის გამოსვლას საპატიმროდან. ეს მცხეთის იზოლატორება იყოს წესით, როგორც მეცნობა. გიორგი ზუსტად ის ახალგაზრდა ქართველი საჯარო მოხელია საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც 10 დღის წინ, როგორც გახსოვთ, რუსთაველზე პროტესტის გამოხატვის დროს და არა უბრალოდ გზის გადაკეტვის დროს რუსულ ნომრიანი მანქანის წინ რო იდგა, ეს გიორგი არის ის, რომელიც 10 დღით აყურყუტეს იზოლატორში, როგორც საშიში დამნაშავე როგორც ჩანს. ესეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, საშიშები არიან ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმისთვის და განსაკუთრებით საშიშები არიან ახალგაზრდები, რომლებზე კონტროლის დაწესებითაც ყველა მეთოდს იღენებს დაწესებისთვის რეჟიმი. თუმცა ახალგაზრდები იმის ახალგაზრდები არიან, ყოველთვის ნახულობენ ფორმას და ენთუზიაზმი და ენერგია ისედაც არ აკლია და ამ ფორმაზე მინდა ვისაუბროთ და წინამდებობის სტრატეგიის განახლების აუცილებლობაზეც. მინდა მათ ვკითხო პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ იმ ფაზას, რომელშიც ახლა ვართ, რა შეიძლება შეიცვალოს იქიდან გამომდინარე, რასაც რეჟიმი აკეთებს და კიდევ ერთი სათხედავ თქვენს ადგილს, როგორც ახალგაზრდებისას. ვადო, დავიწყოთ შენით. მოგესალმებით, მადლობა. პირველ რიგში, ბევრი აზრი გავიგეთ, ბევრი რაღაც მოფიქრება შეიძლება, ბევრი რაღაცაზე გვისაუბრია, დახურულად ღიად და ჩემი აზრით ეს რაღაც ახალი კონტურები უკვე იკვეთება. როგორ შეიძლება გაცოცხლდეს ეს პროცესი, როგორ შეიძლება რომ არ იყოს მხოლოდ ერთი მხარისთვის საინტერესო და ალბათ სწორად გამიგეს მაყურებელი, რომ რაღაცა კონკრეტული მხარისთვის და კონკრეტული ასეულობით ადამიანისთვის საინტერესო ეს ყველაფერი, უფრო მეტი ადამიანი მიიზიდოს ამ პროტესტმა და ამის კონტურები მაგალითად იქაც დავინახეთ, რომ რუსთაველის პროტესტი შეიძლება არ იყო, მაგრამ აგერ სულ რაღაც ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ სკოლასთან, მეათე საჯარო სკოლასთან, როცა გამოვიდნენ იქ ყოფილი ადამიანები, ჩვენ ზვედექით მათ გვერდში და ჩვენ როგორც რაღაცა დიდი საპროტესტო მოძრაობის მონაწილე შედარებით იქ ვიყავით მათთან ერთად და რა თქმა უნდა გამოუცხადეთ მათ მხარდაჭერა და ზოგადად ჩვენი რაღაცა ჩაწერილი ვიდეოებიდან ჩვენი ამ თემის აქტუალიზაციიდან წამოვიდა დომინოს ეფექტ თემა. იმ ხალხმა მიაღწია მიზანს რეალურად, ანუ პატარა გამარჯვებები სისტემასთან, როდესაც ეხება სოციალურ საკითხს, ასეთ საკითხს, რომელიც კონკრეტული ჯგუფებისთვის არის მნიშვნელოვანი, არის შესაძლებელი რეალურად და მე ვიმხრე რომ დაპირება მაინც მიიღეს. დაპირება მაინც მიიღეს და სხვა შორის ეს დაპირებები საინტერესოა, რომ იგივე აი დადიანის გამზირზე არის საუბარი. ეგრეთ წოდებული ნახალობის დასახლებაში უსკოლობის პრობლემა რა წლების განმავლობაში და ახლა იგივე ხალხი და გამოდის და პირდება, რომ ერთ-ორ წელიწადში იმისთან ინფრასტრუქტურას ავაშენებ რუსთავის მიმართულებით, რომ საერთოდ დაგავიწყდებათ, რომ ჭავჭავაძეზე ოდესმე უნივერსიტეტები ყოფილა. იცით რა არის, ხო, ესეც ამათი სტილი არის. ესე პირდებოდნენ ზუსტად მეათე სკოლასაც და თუნდაც 22-ე საჯარო სკოლასაც, რომელიც ავარიული არის დღესაც მეათე სკოლა გადაიყვანეს რაღაც შენობაში და მოუწიათ ამის დაკმაყოფილება, ანუ ამას ვერ დაეტაკებიან რეალურად, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია მათთვისაც კი, რომ ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების ნებას ასე წინ აღუდგეს. შეიძლება რაღაცა თქვა პოლიტიკური რაღაცა სარჩული მიაკერონ, ყველაფერს ვერ მიაკერებენ არც სარჩულს და ეგეც ჩემი აზრით არის დიდი გამარჯვება. ან კრიტიკული მასა ამ ქვეყნის, რაც მე მიმაჩნია, რომ 70-80% არის მომხრე ამ ქვეყანაში, რომ რაღაც შეიცვალოს და ეს კიდევ უფრო იზრდება და ეს ჩანს თუნდაც აი ამ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით, რაც აუცილებლად ვისაუბრებ რა და აი თუნდაც ეს რა, რომ ეს დაპირებები რაღაცებს გავყიდით, აი ავაშენებთ ახალ უნივერსიტეტებს, ჯერ აქამდე გასაკეთებელია და წინა სტუმარმა ლაზარემ ძალიან სწორად ისაუბრა, გასაკეთებელია თუ აშენებენ რუსთავთან ახალ კამპუსს და კარგი არის ზოგადად დეცენტრალიზაცია, არ არის ის მიდგომა მთლად სწორი ამ განათლების რეფორმაში და არ არის სწორი, რომ თითო ფაკულტეტი, თითო ქალაქი უნდა იყოს, ბევრი კამპუსი გაშლილი თავის საერთო საცხოვრებლებით და აქ ჩვენ მოძრაობასაც აქვს კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით და უნდა იყოს კომუნიკაციები, ანუ უნდა იყოს საკინიგზო გზა ახალი გაკეთებული ამაზე მიმართული, უნდა იყოს
მეტრო რუსთავამდე რომელსაც პირდებიან. ეხლა რომ გამოდის კალაძე მაგალითად რამდენიმე საათის წინ გამოვიდა, დღეს გამოვიდა თუ არ ვცდები და განაცხადა, რომ მე დღეს შემხვდა ეს განცხადება, რომ არაბულ ქალაქში ჩადებულ ინვესტიციის რაღაცა წილი აქვს 33% სახელმწიფოს, ეს კიდე ცალკე ანომალია. ამით გავაკეთებთო ინფრასტრუქტურას მიუხედავთო, ბაღებიო, სკოლებიო და რა ვიცი, ამოიღეს 20 მილიონი და კიდე უფრო მეტი დარწმუნებული ვარ, რასაც არ ანახებენ და რო დააჯამო 50 მილიონი ლარამდე გამოდის ეს ყველაფერი, რაც ყოფილი მაღალჩინოსნების სახლიდან ამოიღეს. ის რა არის, ეს ფული გამოიყენა და მოახმარონ და მასალო. რატო არ იწყებენ ახლა ქმედებას რეალურად? რატო აგვიანებენ ყველაფერს? ან რაღაცას უნდა მოხდეს იმას ელოდებიან და აგვიანებენ ყველაფერს 5 წლის, 6 წლის. აი მაგალითად ის სასტუმრო კრისტალის ფლობელი რომ დაიჭირეს ბაკურიანის სასტუმრო კრისტალის, აქაც ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა ეგ ის, რომ ეს ადამიანი ალბათ იმიტომ დაიჭირეს, რომ ყოფილიყო მის სახელის წინ შეიხალ რაღაცა, ალბათ არ დაიჭერდნენ ამ ადამიანს, რომ ახლა ასეთი პოლიტიკა, ახლა ასე აწყობთ. ვითომ სარწმუნოების და ვითომ მამულის და ენის დამცველ ხელისუფლებას, რომელიც რეალურად ებრძვის ამ სამივეს, თუნდაც ამ არაბული ქალაქების ამბით, ასე აწყობს დღეს რეალურად და 5 წლის წინ რომ აუშენებია, 5 და მე მგონი ცოტა მეტი წლის წინ აუშენებია, 5 უკანონო შენობა და ჩაუდგავს იქ საბაგირო გზა და არავინ არ იცოდა არაფერიო. სულელები გონი ვართ, მაგრამ აღიქვავენ რომ ესეთ სულელები ვართ, რომ დაიჯერებენ კობახიძეს მდინარეზე ჯერათ, რომ ჩვენ დავიჯერებთ, რომ მათ არაფერი არ იცოდნენ ერთ ამას და ახლა როცა უბრალოდ აწყობდათ ასე და უბრალოდ რაღაცა ჩაანაცვლა ასეთი ერთგული ინვესტორები, ქართული ოცნების შემომწირველები, არაბმა ინვესტორებმა უფრო დიდი ფულის მქონეებმა, რომ ჩაანაცვლეს, რა გონიათ, რომ ახლა დაიჭირეს ეს ადამიანი და თურმე 5 წელი რომ და 10 წელი რომ თვალს ხუჭავდნენ 5 უკანონო შენობის ჩადგმაზე იქ და უკანონო რომ ხდებოდა ყველაფერი, რა გონიათ, რომ ეს ახლა ან თვითონ ჩვენ გვეგონება რომ თვითონ ახლა გაიგეს ეს ანუ აბსურდია რეალურად. რა გონიათ, ერთია და მეორე ის არის ზუსტად იგივე ბრალდებები დღეს უკვე კალაძის ციხეში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მასშტაბების თვალსაზრისით ბაკურიანში ამ ერთი საკმაოდ საინტერესო ბიზნესმენის შემოქმედებითი გაქანება რეგულაციისა და ნებართვების მიღმა არაფერი იმასთან შედარებით, რაც ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა და ხდება. და თუნდაც აი თაღომატებერცაც ავტობუსების ამბავი რა, რომ შეიძინეს ავტობუსები და იქ რომ მოკლებული არის, უნდა შეიძინოთ უფრო მაღალი ხარისხის და 70 ევრო დეფიციტში რო არის, ამაზეც მოუწევს კალაძეს პოდკასტის პასუხი. სალომე, რაც ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ, თითქოს ავწთი ძირითად თემას, მაგრამ სიამოვნებაში ეს არის რის გამოც ხალხი არის უკმაყოფილო. როგორ ფიქრობ, პროტესტის ის დინამიკა, რომელიც ახლა რუსთაველზე შეიმჩნევა. დღესაც ბევრი ადამიანი იყო მისული, მათ შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც ადარიან, რომ ფიზიკურად იაქტიურონ იმ გაგებით, რომ მოძრაობაში მოვიდა ეს აქცია და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც გაისმის გარკვეული რეკომენდაციები პროტესტის მიღმა მდგომი ხალხისგან კი არა, გულშემატკივრებისგან, რომ რაღაცეები რა გავაკეთოთ ისე, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი პროცესში მონაწილეობის მიღებით და საკუთარი თავი დაინახოს. დარწმუნებული თქვენს ფიქრობთ ამაზე ყველაფერზე და რა მოსაზრებები გაქვთ თქვენი დავიწყოთ. ხო, პირველ რიგში მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ საბოლოოდ რაღაცნაირად გავიაზრეთ ამ ადამიანებმა, რომელიც ყოველდღე რუსთაველზე ვდგავართ, რომ რუსთაველი არ არის მთავარი საპროტესტო კერა. მესმის, რომ ეს ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება იმ ყველაფრის, რაც დღეს მიმდინარეობს ქვეყანაში და იმ პოლიტიკური კრიზისის, რაც არსებობს, მაგრამ რეალურად ჩვენ ყველამ გავიაზრეთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც დღეს იქ დგას, დამოუკიდებლად არის თვითონ ქმნის იმ პროტესტს. შესაბამისად, ყველა სივრცე, სადაც არ უნდა გადაადგილდეს და სადაც არ უნდა კონდეს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, ამ პროტესტის მატარებელი არის ყველგან. ჩვენ როგორც სტუდენტური მოძრაობა ვთვლით, რომ განსაკუთრებით ახლა განათლების რეფორმებთან დაკავშირებით, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავზარდოთ სტუდენტებში ინფორმატიულობა კონკრეტულად ამ რეფორმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არაერთი პროფესორ მასწავლებელი საუბრობს უკვე და სპეციალისტი ამ საკითხზე, რომ ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია ეს რეფორმები თავის შინაარსით, რასაც გულისხმობს. ამასთანავე იმდენად ბუნდოვანია, რომ ბოლომდე გვიჭირს წარმოდგენა, როგორ უნდა განხორციელდეს ეს რეფორმები კონკრეტულად. შესაბამისად, ერთია, რომ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ილიაუნის სტუდენტებს ჰქონდათ ინიციატივა წერილობით მიმართეს განათლების მინისტრს, რომ მოსულიყო ჩვენთან კონკრეტულ თარიღი შევთავაზეთ, მოსულიყო ჩვენთან და გაეცა ამ კითხვებზე პასუხი, მაგრამ სამწუხაროდ არ მოსულა და უკავშირიც არ დაბრუნებულა მისგან. და ხო, ჯერ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად რაც თქვენ სტუდენტი ხართ. გახსოვთ, რომ განათლების მინისტრი თუ არა, აი მინისტრის მოადგილის დონეზე მოსულიყო სტუდენტებთან შეხვედრა ყოფილიყო, მოესმინა რა გაინტერესებთ, თავიანთი ხედვაც
გაეცნო სტუდენტებს. სამწუხაროდ არა. სახელმწიფო უნივერსიტეტია ხო ყველაფერს? თავისთავად ხო და პირველ რიგში ალბათ სტუდენტებსა და თუ სტუდენტებსაც არა პროფესორ მასწავლებელს მაინც უნდა მოусმინონ და გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები. სტუდენტებს კი არა, თვითონ ლექტორებს არ აქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ჩვენ ძირითადად მათთან გვაქვს კომუნიკაცია და მათაც კი არ იციან და წარმოდგენა არ აქვს როგორ შეიძლება რომ განვითარდეს საბოლოოდ პრაქტიკაში ეს ყველაფერი. შესაბამისად ჩვენი მე ეცვლი რომ ჩვენი მიზანი სტუდენტების მიზანი ამ შემთხვევაში მთავარი უნდა გახდეს ეს რეფორმები, უნდა ფოკუსირდეთ ამ საკითხზე, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანებს, რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის მომასწავლებელი განათლების სფეროში, რაც საბოლოოდ მაინც ყველა ადამიანს შეეხება. მათ შორის კურსდამთავრებულებსაც შეეხება. ბატონო ლუკა, თქვენ მოგესალმებით. პირველ რიგში პატარა გადახვევას გავაკეთებ, ხა მოვიდოდი ტელევიზიის შენობაში, მეტროში შემხვდა მოკლედ ერთ-ერთი მოსამართლე ქართული ოცნების, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩემ მეგობარს აჩი გოჩიტაშვილს მიუსაჯა 10 დღიანი პატიმრობა. ამავდროულად ეს მოსამართლე არის ჩემი ნაცნობი, მე 2 წლის წინ დაახლოებით ის მოლაშქრე არის, მე მოლაშქრე ვარ და ერთ-ერთი ლაშქრობის გადავიკვეთეთ და ესეთი ნაცნობობა გვაკავშირებდა, მაგრამ სანამ გავიგებდი რომ დაემონა ხელისუფლებას, ამ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია, თუმცა მაშინვე შერწყვა, უბრალოდ უთხარი ინფორმაცია, რომ მოვიკი რაღაც თითქოს ცდილობდა იმის არიდებას, თავის არიდებას, მეკითხებოდა აი როგორ ხარო რაღაც თემის გადატანას და უბრალოდ უთხარი ის რომ შეიძლება მოუწიოს რომ ერთ დღეს თქვათ მეც აღმოჩნდე ბრალდებულის სკამში და მოუწიოს რომ მეც მომისაჯოს და მეც მინდა რომ ზუსტად ამ მოსამართლემ თორნიკე ქოჩქიანი არის მან მომისაჯოს როცა მომიწევს გინდრავის ადმინისტრაციული პატიმრობა თუ რაც იქნება ამ ადამიანის თვალებში და ქცევაში ჩანდა ის სირცხვილი და მე არ მესმის როგორ შეიძლება მოლაშქრეებს ალბათ ყველაზე კარგად ესმით ის რაღაც ქართულების ხშირად ვიზახით ხოლმე რომ თებში არის თავისუფლება ბუნებაშია თავისუფლება და მე ვერ ხვდები ამ ადამიანმა როგორ შეძლო რომ ეს თავისუფლება ჩააბარა ხელისუფლებას, რუსულ ხელისუფლებას და საკუთარი ხორცი, საკუთარი სიცოცხლე მისცა იმისთვის, რომ რაღაცა ესე მართოს, როგორც აი მოსამართლემ და იცი მიუსაჯოს ადამიანებს, უდანაშაულო ადამიანებს პატიმრობა და ასე შემდეგ. ხო, რაც შეეხება პროტესტს სადღაც ერთი კვირა არის ფიზიკურად არ ყოფილ ვარ რუსთაველზე და ამის თავი მიზეზი ალბათ იყო ის რომ რაღაცნაირად ეს ამ პროცესში რთულ პროცესში ყოველს გვაქვს ხოლმე მომენტი როდესაც ვეძებთ სწორ გზას ვეძებთ ახალ იდეებს რაღაც დაკვირვებებს ვაკეთებთ და მე საკმაოდ დამეხმარა ესე პროცესის შორიდან დაკვირვება იმაში რომ რაღაცებს მივხვდარიყავი რაღაცები გადამეფასებინა იცი რა არის ის რომ ქართული ოცნება იღებს რაღაც კონკრეტულ კანონს აკეთებს კონკრეტულ ქმედებას შეტევით ქმედებას ხო ანუ ქართული ოცნება ყოველთვის რაღაც კანონს რო იღებს არის შეტევითი ქმედება აქ მნიშვნელოვანი არის ჩვენი პასუხი როგორი იქნება და ჩვენ პასუხი ვაჩვენეთ ხო ანუ პირვადები აკრძალეს გზა არ გადაკეტოთო თორე დაგჭითო დაგიჭერთო მე ერთ წლიანზე გაგიშვებთო ანუ სერიოზული მუქარა იყო ქართული ოცნებისგან თუმცა ადამიანებმა მაინც უარი თქვეს რომ დაემორჩილონ ამ კანონს და ეს არის პასუხი ჩვენი ქართული ოცნების თავდასხმაზე და შეტევაზე. და მე მგონი აქ არის რეალურად ის რაღაც რაც უნდა გამოვასწოროთ, ხო? პასუხის შემდეგ აუცილებელი არის ჩვენს განვახორციელოთ იგივენაირი თქვათ რა თავდასხმა იგივენაირი რეაქციის მდგომარეობაში პროაქტიული რეაქცია გქონდეს რაღაცაზე, ხო? აქ საჭირო არის ჩვენ ვიყოთ აქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ ამ სტრატეგიას და მე მგონი ეს უფრო მნიშვნელოვანი არის ამ პროცესში. მათ შორის რომ ჩვენ არ ვიცი პარლამენტის გზის გადაკვეთას, რა ვიცი, ჩაგვიყენეს კორდონი, ხო? ავდექი და წავედით სხვაგან, ეს არის სწორი. იგივენაირად, რა ვიცი, ჩვენ გქონდა ხოლმე ერთობის აქციები იყო ხოლმე და თელ ქალაქში ტარდებოდა ხოლმე და მათ შორის, რა ვიცი, შესაძლოა ყველგან სადაც, რა ვიცი, ვიკრძალოდეთ რომ თითქოს სტრატეგიული ობიექტი და არ მოხვიდეთო, ყველგან ვიყავით და ყველგან ვაჩვენეთ რომ ადამიანების ამ ხარდაჭერას ხედავდით ხოლმე და მე მგონი ეს არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რაღაცნაირ პროტესტის ჩაკეტვა ამ რაღაც ფარგლებში რომ თითქოს ეს გავაკეთოთ და მოდი ჩაგვეთვალა და რაღაც ახალ იდეებს მე ეს კლავს ხოლმე და ერთი მიმართულება ეს არის რაც უნდა გამოვასწოროთ რომ მეტი თავისუფლება გვაქვს იმაში რომ როგორ ავირჩიოთ თქვა სტრატეგია რაღაცა გავაკეთოთ ახალი მოვიფიქროთ და ის რომ მარტო პასუხის რეჟიმში ვიყოთ ეს არასწორი არის მე ესე მგონია. კი ბატონო ამის ნიშნები უკვე არის და აი ბოლოს თითოეულ თქვენგანს მინდა კითხოთ რა ტიპის ორგანიზაციული სისტემა წარმოგიდგენია ამისთვის უპირატესობა წინამდებობის მოძრაობის ზუსტად ინდივიდუალურ სამოქალაქო პოზიციაში გმირობაში აქტივის მაგრამ აქტივიზმი არის მნიშვნელოვანი ნაწილი
პოლიტიკური პროცესის, პოლიტიკური შედეგის მისაღწევად. ჩვენთან გასაგებია, არ ვარ შეკრებილი პოლიტიკური პარტიებისათვის ბრალის სასაყენებლად, იმიტომ რომ ავტორიტარულ სახელმწიფოში პრობლემა ის კი არა, რომ პარტიების სუსტია, პრობლემა არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს პარტიების სრული ელიმინაციისთვის, შეგვიძლია ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ლიდერები ციხეში ყავს, უმატებს კიდევ და პარტიულადაც აუქმებს, ხო? ანუ არის თქვენი არ იყოს მარტო რეაქციის მდგომარეობაში ყოფნა კი არა, არამედ რაღაცა ტიპის კარგი გაგებით პოლიტიკური ადაპტირების ამოცანა არის ამ გამოწვევასთან მიმართებაში. აი, თქვენ როგორც მონაწილეებისთვისაც, ახალგაზრდებისთვისაც, რა გარემო იქნებოდა ისეთი კომფორტული პროცესების დაგეგმვის, ოპერატიული რეაგირების, გრძელვადიანი სტრატეგიული ხაზის კუთხით, რომელსაც მოისმენდით კიდეც, თქვენს ადგილსაც დაინახავდით, წინადადებებსაც შეთავაზებდით და ასე შემდეგ. ან აუცილებლობას თუ ხედავთ ამისას. დავიწყოთ სალომე თქვენით და გამოყვეთ ახლა პირიქით. კი, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება დგას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ჰორიზონტალური პროცესია და ყველა ადამიანი თითქმის დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად მოქმედებს და ლავირებს იმ პროცესში, რაშიც ვართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იპოვოს თავისთავი ამ პროტესტში, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანია ამ ადამიანების მახასიათებლები, ყველა იპოვოს თავისი თავი ამ პროცესში და ის ადამიანები, რომლებიც რაღაც კონკრეტულად ერთ საკითხზე ფოკუსირებენ, იმ ჯგუფმა მიხედოს იმ საკითხს და დანარჩენებას რაღაცა სხვა ნაწილს, ანუ უნდა განაწილდეს ამ შემთხვევაშიც დეცენტრალიზება გვჭირდება, რომ ყველა ერთ საკითხზე, ყველა საკითხზე არ უნდა ფიქრობდეთ, მაგალითად, რუსთაველზე რა ტიპის პროტესტი უნდა გქონდეს, რუსთაველის იქით სხვაგან რა ტიპის და რომელ სივრცეებში უნდა გქონდეს პროტესტი, ყველა ადამიანი ამას ვერ გაუმკლავდება. შესაბამისად, ამისთვის არსებობს ცალკე სტუდენტური მოძრაობები, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებას ახდენენ ხოლმე უნივერსიტეტებში შიგნით, რომ სხვა სტუდენტებთან მიიტანონ ინფორმაცია. ამისთვის არსებობს დამოუკიდებელი აქტივისტები, რომლებიც რაღაცა პატიმრების მშობლებს ეხმარებიან, რომ თბილისის გარეთ რეგიონებში გავიდნენ და იქ მიაწოდონ ადამიანებს ინფორმაცია. თავისი როლი, რა თქმა უნდა, დღესდღეობით ყველაზე დასუსტებულია ოპოზიციური პარტიები, მაგრამ თავიანთი როლი მათაც აკისრიათ ამ საკითხში და მათაც რაღაცნაირად ისე უნდა შეკრან ეს ყველა მოძრაობა, რომ რაღაცა კონკრეტული თვალსაჩინო მიმართულება მისცეს, რომ იმ გარე ადამიანისთვის, რომელსაც აქვს თავარი კითხვა, რომ დაინახოს მიზანი ამ პროტესტის, რეალური მიზანი და ეგრეთ წოდებული გეგმა, რაც არის ხოლმე მოთხოვნა, რაც ძალიან რთული და წარმოუდგენელია ამ საკითხში. დაახლოებით კოორდინაცია, რომ იცოთ ესეთ ადამიანებს, საითკენ მიდის ეს ყველაფერი. ამიტომ ხოლმე განაწილდეს პასუხისმგებლობა. ხა თავარ თემას სანამ გადავთ, უბრალოდ მინდა რომ საჯაროდ მიმართვის გაკეთება მინდოდა. მე როგორც რიგითი სტუდენტი, ისეთივე რიგითი სტუდენტი, როგორც აი ვთქვა, ზვიად ცეცხლაძე, რევაზ კიკრაძე და ჩემი მეგობრები და სხვა სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი რექტორი ჯავა სამუშია არის ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რამხელა პრობლემებს შექმნის სტუდენტებისთვის ეს განათლების რეფორმა. ამიტომ მე საჯაროდ მინდა მივმართო ამ ადამიანს, ჯავა სამუშიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და შევახსენო მისი პასუხისმგებლობა სტუდენტების მიმართ და ვთხოვო, რომ გაგვცეს პასუხი იმ კითხვებზე, რა კითხვებიც გვებადება სტუდენტებს და გააკეთოს საჯარო შეხვედრა, მოგვიწვიოს უნივერსიტეტში. ამის ინიციატივა ჩვენ გამოვიჩინეთ, ამის ინიციატივა საჯაროდაც ვაფიქსირებ ამას და მინდა რომ ამ ადამიანებს დაგვითმოს დრო და გვითხრა სტუდენტებს, თუ რა სიკეთე ექნება ამ განათლების რეფორმას. რაც შეეხება პროტესტს, მე მგონია რომ პროტესტში ყველა ადამიანს რაღაც თავისი როლი ესმის, თუმცა აქ გვაქვს ხოლმე პრობლემა ძირითადად ამ რაღაცა ერთიანობის შენარჩუნებასთან და შეგრძნებასთან. ხო, ანუ ადამიანები რეალურად თქვათ რუსთაველზე ვინც არის ეს ხალხი, ბუნებრივად გამოდის და ყოველდღე იქ დგას. ანუ ამ ხალხს არ შეიძლება რაღაცა კრიტიკა დაუწყოთ, რომ რატო დგახარ, რატო კეტავ გზას, რატო აკეთებ ამას, მოდი სხვაგან წავიდეთ. ხო, ანუ ეს რაღაც სრულად თავისუფალი სივრცეა იმისთვის, რომ თუნდაც პარტიებს თხოვთ ხოლმე, რომ რაღაც გააკეთეთ და ესკენთ. ანუ რუსთაველი თავისით ხო რაღაც ხალხი გამოდის, აქ პროტესტი ყოველთვის არის. უნდა იყოს ახალი იდეები, ახალი ადამიანები, ვინც გამოჩნდებიან და იტყვიან, რომ მოდი აი აქ წავიდეთ, ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ, არ ვიცი, რაღაც სხვა თემაზე გადაიტანს, სხვა რაღაცაზე გაამახვილებს ყურადღებას. მათ შორის იქნება სოციალური საკითხები, სხვა საკითხები, მათ შორის სტუდენტები ილაპარაკებენ უნივერსიტეტების პრობლემებს და ასე შემდეგ და პასუხისმგებლობის გადაბარება, რაღაცა მოთხოვნა სხვისგან ეს არასწორი მგონია და მხოლოდ კრიტიკა ეს არასწორი მგონია. მე მგონია რომ სრულად თავისუფალი სივრცე გვაქვს ახლა იმისთვის, რომ თუნდაც ბუნებრივი გაერთიანებები რაც არსებობს, ახლა სტუდენტები მაგალითად საერთოდ არ გვიჭირს ის, რომ ერთად დავждეთ და ერთად ვისაუბროთ, ყოველთვის რაღაც საჭირო მომენტში ყოველთვის ერთად ვართ ხოლმე, ერთად ვაკეთებთ თავის განცხადებას, მარშს, აქციას და ერთად გავართ იმ მომენტში, როცა გვჭირდება. მათ შორის იგივენაირად, არ ვიცი,
სხვა ადამიანებს გავსი რაღაც იდეის განხორციელება უნდათ. მე მგონი რომ ეს რაღაცა ჯგუფები, საორგანიზაციო ჯგუფები თქვა, ეს ინიციატივის აღება ყველა შეუძლია და მე მგონია რომ ძალიან ბევრი იდეა არსებობს განსახორციელებად და ეს უბრალოდ ხალხმა უნდა გამოიჩინოს თავიდან, მხოლოდ კრიტიკას მოიშვას და გამოვიდეს გარეთ, არ ვიცი, აიღოს ინიციატივა და გააკეთოს ის რაც საჭირო და სწორად მიაჩნია. მადლობა ლუკა და მე მგონი მარტო გამოსვლაც არ არის მთავარი ამოცანა, ყველა თავის სფეროში ქონდა ამის მაგალითები ჩვენ წინა აქტიური ფაზის პერიოდში იქნებოდა ეს ბიზნესი, იქნებოდა სხვა პროფესიების წარმომადგენლები, გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეძლეს ისე, რომ ყოველდღიურად ქუჩაში არ ვდგარიყვნენ, იპოვეს თავიანთი ადგილიც და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. შემდეგ ეს ყველაფერი რატომღაც რაღაცა აორთქლა, ჩაიკარგა და ასე შემდეგ და ამ ინსტინქტების გაღვივებაც არის მნიშვნელოვანი. ვადო, შენ და დავამთავრე. იცით ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ რომ მართლა ის ადამიანები აი წეგან როგორც თქვი ვისაც გვინდა ცვლილება და ვინც უკმაყოფილოები ვართ იმითაც ქვეყანაში ხდება ვართ უმრავლესობაში და ყველას შეუძლია რომ დაინახოს საკუთარი თავი ამ პროცესში და ამიტომ ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი და სიგიჟე არავის არ ეგონოს ოპტიმისტი მე მგონია რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და რატო იმიტომ რომ ბევრი საშუალება ჩნდება ამის ამ გადაკეტვამ და მიზნათქცეულმა გადაკეტვამ და რამდენიმე ასეული ადამიანის დგომამ რაღაცნაირად თავის მოწურა თავი, გადაიქცა მარშებად და ამას რაღაცები ემატება. მაგალითად, ჩვენც მაგალითად, ეს თქვი კიდეც მე დღეს, გეგმავთ რომ თუნდაც აი ამ ეგრეთ წოდებულ ინვესტიციაზე, არაბულ ინვესტიციაზე რომ გასაჯაროდეს დეტალები ამ ხელშეკრულების რომ საერთო სახალხო განხილვა მოეწყოს ამ მოთხოვნით ჩვენც გავმართოთ აქცია და პროტესტად გადავაქციოთ ეს ყველაფერი დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება ჩვენ მოძრაობამ სართულა მაგალითად ამ თემასთან დაკავშირებით და ის არის რომ გავშალოთ და დავანახოთ საკუთარი თავი აქ იმ ადამიანებსაც თუნდაც ქართული ოცნების ყოფილან, თუნდაც შეიძლება მოქმედ რაღაც მხარდამჭერებს, ან თუნდაც წევრებს, რიგით წევრებს, მის მიმართად ჩვენ თული განწყობილებები არ გვაქვს არანაირი მაგალითად, რომ დავანახოთ ყველა საკუთარი თავი და უთხრათ მათ, რომ რეალურად ამ ქვეყანაში არა ქართული ოცნება, ქართულმა ოცნებამ გადაუარა ყველაფერს, რის დამცველად და თავს აცხადებდა. ეროვნულობას გადაუარა, გამჭვირვალობას გადაუარა, სუვერენიტეტს გადაუარა და რეალურად მამულის ენის სარწმუნოების დამცველები დავრჩით ჩვენ და რას ვითხოვთ ახლა ქუჩაში რომ გამოვალთ, რას მოვითხოვთ? თუნდაც ამ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით, გამჭვირვალობას, სუვერენიტეტის დაცვას, რომ ქართველი არ ნაცვლდებოდეს, სხვა ეროვნების ადამიანის საქართველოს და ქართული სამუშაო ძალა არ გადიოდეს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომ ამ მიმართულებით რაღაც გაკეთდეს. ბევრი მოთხოვნა არის ასევე, თუნდაც პატარ-პატარა ესეთ სოციალური პროტესტები, სადაც შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს, განვითარდეს და ამიტომ ვარ საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილი, მგონია რომ ეს პროცესი რაღაც თავის დინებას იპოვის და აუცილებელია მნიშვნელოვანია რომ სიმრავლე იყოს ჩვენი, არ ჩავიკეტოთ რაღაცაში, არ ჩავიკეტოთ რაღაც ბაბლებში, კონკრეტულ ადამიანებში და ვიაროთ უბრალოდ წინ და ყველა პროტესტმა თავის რაღაცა სახე და თავისი ფორმატი ნახოს. ეს არის რეალურად გამოსავალი და ასევე ხო, რის დამატებაც მინდა რეალურად რომ რამდენიმე დღეა გამოწვეული ყავს დებატებში, მაგალითად ესეც მნიშვნელოვანია რომ ეს რაღაცა კედელი რაც არის აშენებული ჩვენსა და ქართული ოცნების რიგით ამ ხელოს წევრებს შორის და თუნდაც რაღაცა დებატი არ არის და კედელი რო არის აშენებული, ეს კედელი უნდა დაინგრეს. აქედანაც რაღაც უნდა გავაკეთოთ, არ უნდა იყოს მხოლოდ ლანძღვა გინება ერთმანეთს მიმართ. გამოწვეული ყავს ორი ახალგაზრდა წევრი ნოდარ ბოკერია და ლუკა ძაძემია დებატებში გამოწვეული. რა ვიცი ძალიან დარწმუნებული ვარ ნახეს ეს ყველაფერი საკმაოდ შევაწუხეთ უკვე ისინი რომ დაგვიჯექით ვილაპარაკოთ რაზეც გინდათ ვილაპარაკოთ თუნდაც ამ თემებზე საკრებულოს წევრები დიახ ახალგაზრდა საკრებულოს წევრები და ნუ ჯერჯერობით პასუხი არ არის მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ რომ იქნება ეს თავაზობა შეგიძლია დაამატოთ ჩვენი მზაობაც ამ ახალგაზრდის მიმართ შემიძლია დავადასტურო ამ შემთხვევაში ნებისმიერ ფორმატში შეუძლიათ მოგბრძანდეთ მე პირადად და ყველა ჩვენი ჟურნალისტი წამყვანი უზრუნველყოფს აბსოლუტურად თანაბარ გარემოს რა თქმა უნდა ხო ცივილიზებულ გარემოს დებატებისთვის ოღონდ მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ ტიპის დისკუსიებში სადაც უნდათ როგორც უნდათ უბრალოდ საუჯდეთ არა რა თქმა უნდა ცუდი მაგალითი ვიცით ყველას გვაქვს უფროსებისგან ცუდი მაგალითი რეალურად რაღაც მომენტში აღებული ხო და გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა მადლობა ვადო მაჭავარიანი სალომე საზანაშვილი და ლუკა ხიზაძე